Dave Ramsey-ს ფულის სრული ტრანსფორმაცია The Total Money Makeover არის პირადი ფინანსების მართვის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და გავლენიანი წიგნი მსოფლიოში. ეს არ არის წიგნი რთულ ეკონომიკურ თეორიებზე. ეს არის პრაქტიკული, მკაცრი და პირდაპირი სახელმძღვანელო იმაზე, თუ როგორ უნდა დააღწიოთ თავი ვალებს და შეხნათ სიმდიდრე. ქვემოთ მოცემულია წიგნის ვრცელი მიმოხილვა, მისი ძირითადი პრინციპები და ეგრეთ წოდებული ბავშვის ნაბიჯები, baby steps. წიგნის მთავარი ფილოსოფია. Ramsey-ს მთავარი გზავნილი ვარტევია. ფინანსური პრობლემები სინამდვილეში არა მათემატიკური, არამედ ქცევითი პრობლემებია. 80-20 წესი. Ramsey ამტკიცებს, რომ ფინანსური წარმატება 80%-ით დამოკიდებულია თქვენს ქცევაზე, დისციპლინა, ჩვევები და მხოლოდ 20%-ით ცოდნასა და მათემატიკაზე. სარკეში ყურება. თუ გინდათ პრობლემის მოგვარება, უნდა ჩაიხედოთ სარკეში. პრობლემაც და გამოსავალიც იქ დგას. გაზელის ინტენსივობა. ვალების გასასტუმრებლად საჭიროა ისეთივე მონდომება და სისწრაფე, როგორიც გაზელს აქვს ლეოპარდისგან გაქცევისას. ეს ნიშნავს რადიკალურ ცვლილებებს ცხოვრების წესში დროებით, რათა სამუდამოდ გათავისუფლდეთ. 7 ბავშვის ნაბიჯი, The 7 Baby Steps. წიგნის ბირთვი არის 7 ნაბიჯიანი გეგმა, რომელიც მკაცრი თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს. Ramsey კრძალავს ნაბიჯების არევას ან გამოტოვებას. ნაბიჯი პირველი. საწყისი საგანგებო ფონდი, $1000. სანამ ვალების გასტუმრებას დაიწყებთ, სწრაფად უნდა დააგროვოთ $1000 ან ლარის ეკვივალენტი. ეს ფული არის მხოლოდ მოულოდნელი შემთხვევებისთვის, მანქანის გაფუჭება, ჯანმრთელობის პრობლემა. ეს გიცავთ იმისგან, რომ ახალი ვალი არ აიღოთ, როცა რამე გაფუჭდება. ნაბიჯი მეორე. ვალების თოვლის გუნდა, Debt Snowball. ეს არის წიგნის ყველაზე ცნობილი მეთოდი. ჩამოწერეთ ყველა თქვენი ვალი, გარდა იპოთეკისა, ზომის მიხედვით, ყველაზე პატარიდან ყველაზე დიდისკენ. არ მიაქციოთ ყურადღება საპროცენტო განაკვეთს. გადაიხადეთ მინიმალური შენატანი ყველა ვალზე, გარდა ყველაზე პატარისა. ყველაზე პატარა ვალს შეესიეთ გაზელის ინტენსივობით და დაფარეთ, რაც შეიძლება სწრაფად. როცა პატარა ვალი გაქრება, მასზე გამოთავისუფლებული თანხა მიუმატეთ შემდეგი ვალის გადასახადს. ეფექტი: ფსიქოლოგიური გამარჯვება. როცა ხედავთ, რომ ვალები ქრება, მოტივაცია გემატებათ. ნაბიჯი მესამე. სრულყოფილი საგანგებო ფონდი, 3-დან 6 თვისათვის. მას შემდეგ, რაც ყველა ვალი გასტუმრებულია, დროა გაზარდოთ თქვენი $1000-იანი ფონდი. უნდა დააგროვოთ თანხა, რომელიც ეყოფა თქვენს საოჯახო ხარჯებს 3-დან 6 თვემდე. ეს არის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც გიცავთ სამსახურის დაკარგვის ან დიდი კრიზისის დროს. ნაბიჯი მეოთხე. შემოსავლის 15%-ის ინვესტირება პენსიისთვის. მხოლოდ ამ ეტაპზე იწყებთ მომავალზე ზრუნვას. Ramsey გირჩევთ ოჯახის შემოსავლის 15% ჩადეთ საპენსიო ფონდებში ან ინვესტიციებში, მაგალითად S&P 500 ან ინდექს ფონდებში, რათა ისარგებლოთ რთული პროცენტის, compound interest-ის ეფექტით. ნაბიჯი მეხუთე. შვილების განათლების დაფინანსება. თუ გაქვთ შვილები,